მოგესალმებით პარიზიდან, ვიცი ეს ძალიან უცებ მომხდარი plot twist-ი იყო, რომ უცებ ჩემის ქალაქგარეთ სახლიდან პარიზში ჩამოვედი. მაგრამ ასეთებიც ხდება მეგობრებო, მე და ეს ქალბატონი ვართ ჩამოსვლები საფრანგეთში. ძალიან საინტერესო პროექტზე. წავედით ევროპულ თავგადასავალში. გამარჯობა. გამარჯობა. Je trouve ma sito la mi pugasi de quati la pesa tu vi. Voilà mi aduade tapito possibile oui solo te veta de quata la pesa satimati jubabi. და დღეს გქონდა ძალიან გრძელი დღე. დავიწყოთ იმით, რომ 5 საათი თვითმფრინავში ნაკლები ნერვიულობით გავატარე. ვიდრე წინა ფრენებზე. ბრავო, გაგიმარჯოს მე. აი, გაგიმარჯოს ღმერთმა. საკმაოდ კარგი შედეგი იყო. 2 გამოღვიძება, იმიტომ რომ ეს ქალბატონი მთელი გზის განმავლობაში მესაუბრებოდა აი გადამწყვეტ მომენტებში, აი როცა დიდი არის რისკი, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდეს, ჩვენ განვიხილავდით, რას განვიხილავდით? სახმანქანის შეკეთებას. ლინა, სახმანქანი დაპირებ, რო წახვიდე ევროპაში და delusional გეგმებს ვსახავდით. ჩამოვედით 10 ადამიანთან ერთად, მაგ ადამიანებს გაგაცნობთ ამ ვლოგში, მაგრამ ძალიან საინტერესო ეს კოლექტიური ჩამოსვლა იყო. Mini balcony. Ah, we are lucky ones. Close the door. წადი დაჯექი. ეხა წადი წიგნი დაათვალიერე. საფრანგეთში სასტუმროების კარის გახსნა ჩემი საყვარელი ჰობია, ამიტომ მოდით ნახოთ სასტუმრო შიკაგოს. გახსოვთ წინაზე მედალიკური რა დავჭავშეთ სასტუმრო რა მაგალითად იქონდა? რა. არ გაიხედო. რატო? არ გაიხედო. თადა სასაფლაოა. აუ, რატომ მითხარი? არ გადავიხედე. არ გადავიხედე. ეხლა ვნახოთ რა ხდება. ეს ვაფი. ვაუ, ყოე რაღაცნაირია. ეს ვამი მაპესა თუ მისუნავი. ფოქსო შენ მოგწონს? აი თუ მიხარი. Lo mi puasi. Le palamasi, jumapi. ხელი გაშალო. Bonjour. Ça va? Bien, merci. Hi, babe. როგორც კი მოვედით მე და ფოქსამ ჩვენი საუკეთესო ლუკები დავაძრეთ და ჩემთვის საუკეთესო ლუკი იყო ჩემი ულამაზესი თეთრი ფეხსაცმელი ულამაზესი ბორდოსფერი კოლგოტი შავი ქვედა ბოლო ეს ზედა და რა ქვია იმ ჯაკეტს? ბომბერი, აი ჰაი სკულში რო ისეთ ბიჭებსაც ვიათ რო აბულინგებენ სხვებს. შემოვიარეთ პარიზი, ოღონდ შემოვიარეთ რო ვამბობ. For real შემოვიარეთ. 2 საათი ვიარეთ ეიფელის კოშკამდე გზაში ყველაფერი ვნახეთ. ელენიკომ როგორც ყოველთვის ყველაფერი გადაუღო. მე გადავედით ეიფელის კოშკთან, სადაც ფოქს ელენიკოს ჰქონდა გონებაში რომ უნდა ეპოვა კარუსელი, რომელიც 10 წლის წინ რამდენი ხნის წინ არის გადაღებული. ერთი 10 წლის წინ გადაიღო სურათი და მაგ სპოტს ვეძებდით, მოკლედ არ არსებობს ეგ სპოტი, დაგასპოილერებთ ეიფელის კოშკთანაც. არსებობს, მაგრამ ვერ ვიპოვე. ხო, ნუ არ არის რა, იქ სადაც იყო, არ არის ფაქტია, იმიტომ რომ დავარტყით ეიფელის კოშკს რა. კაცები რო იყო რასეული ჩვენი. ეიფელის კოშკი აინთო, ეს არის საოცარი მეგობრებო, ეს არის საოცარი. დრონი ვარ. არა, მოვალ ვიტყვი რაღაცას. ულამაზესი ვარ, აქ უნდა ვიცხოვრო. ეს ქალბატონი ვიღაცებმა შეაცილეს 4-ს 10 წუთი გრძელდება, 5 წუთი კაშკაშებს ეგ ეიფელის კოშკი. აინთო რომ საათზე, აინთო 6 საათზე, აინთო ყვითლად და მერე 7 საათზე დაიწყო კაშკაში 5 წუთით მერე 8-ზე და ასე შემდეგ. დღეს უნდა გვენახა თათო კარჩავა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ქართველი ჩამოვიდეს პარიზში და თათო კარჩავა არ ნახოს. მაგრამ ამ ვიდეოს თათო არ ნახავს რა, ზოგადად ჩემლოგებს არ უყურებს თათო კარჩავა, ამიტომ გეტყვით. მაგარი რატო? თათო ახლა დაიწყებს იუთუბერობას და მონიშნავენ. მეც მონიშნო, მაგრამ მაინც არ ნახავს. ანუ ლიტერალი კროპავ ხოლმე ჩემ ვლოგებს და სტორში ვდებ, რომ თათომ ნახოს, close-up-ში ვწდებ ხოლმე, რომ მან ყავს და 30 კაციდან მაგარ ნახოს და მაინც არ ნახულობს. მაგრამ არა უშავს.
უნდა გვენახა ძალიან დახლილები ვიყავით. ახლა რომელი საათი? ახლა აქ არის დაახლოებით 9 საათი, თბილისში არის 12 საათი. და წარმოგიდგენთ 6 საათზე რო გავიღვიძეთ, ხო გვეძინება. მაგრამ მაინც ვნახავდით თათოს რო ეთქვა გამოდითო. მაგრამ რაღაცნაირი ბედი-წერა იყო და თათო თქვა რომ აუ არა ქართულ TikTok საზოგადოება დამივიწყეთ დღეს. ჯერ არ მივსულ ვარ სახლში, ეხა მივდივარ. აი ეს როგორც კი თქვა, მე და ფოქსო you can see all of them from here. I can stop the picture for reason access. რამდენია, რამდენი? შაზელიზე. ან ტიპი ეიფელთან არის და ჰა 30 წუთიანი ტური არის 50 евро. არა? კაი, ნახე. The music relax. ტრიუმფალურ თაღამდე და საღამოს აი რაღაც ფენსი რესტორნების ქუჩაზე მოვხვდით რომ მე და ლინკოს უნდა გვეჭამა, მაგრამ მანდ უკვე ვიცოდი რომ ბოლოს მაკდონალდში აღმოჩნდებოდით. თქვენი აზრით სახლში უკანა გზაზე სად შევიარეთ? ჩვენ მომბობთ რომ ლამაზიდან საცმელი კომფორტული არ არსებობს და მართლა ანუ ფეხი გადატყავებული ვაქვს. დღეს ისეთ ლამაზი ვიყავი, მაგრამ აი ამდენ ლიტერალი მართლა ზომბი აპოკალიფსისთვის რო ყოფილიყავი მზადეგტან საცმელი რომ ცმოდა, მე საერთოდ არ დავიღლებოდი. დღეს თუ გინდა თათოსა სახლში მივიდოდი ფეხი. ერთად ფოტო არ გვაქვს. გვაქვს არკეში. და დღეს ვიდექით ეიფელის კოშკთან, ანუ ეიფელის კოშკთან გვაქვს. კი, დღეს ეიფელის კოშკთან ვიდექით, ანუ კი მოგწონს როგორც გვაცვია, მაგრამ ცოტა უჩვეულოდ გრძნობ მე პირადად თავს. მე ძერს სულ მაქვს ახლა ეს კავა გავიხსნა. ჯაგვი. იმიტომ ვიხარ რომ ეხოდები რომ დაგეხმარო. იმიტომ რომ ვერ ვიხდი ჩემი, რომ გამიხსნა. და ჩაგვია რა ამერიკამა წყვილმა გოგო მოდის ვარდები უჭერს და ამ ბიჭს რაღაც ელაპარაკება და ეს ბიჭი ამბობს რომ you wanna give away a rose და ის გოგო ეუბნება yeah but not to these girls რაღაც not to them და ის ეუბნება why I think they're gonna be mean I feel it by their კი შემოცალი იყო I feel it by their და რაღაცა გააგრძელა ანუ ჩვენზე თქვენს რომ mean girl-ებს გავართ და მე ვყვირი რომ ას და იმობრუნე რომ გაჩუქებთ როუს და მეთქი აღერდა. აი მართლა მინიყავი მე. Give it to me baby. ან მაგის კაბაი. Hours-მა რომელი ადამიანის წასაჩუქრა მაგათ ნაწილთან ერთად ხო ვიყავით დღეს და Disneyland-ში ნაწილთან ერთად წავალთ. ხვალ უნდა ვნახოთ თათო გარჩევა. მგონი Hours-მა გამოაყოლა რაღაც საჩუქრები თათოს ვისაც უნდა მივუტანოთ. და Disneyland-ის ბილეთები უნდა ვიყიდოთ. ძალიან მიხარია ყველა ხო ამბობს რომ Disneyland-ში ყველა ხო ამბობს Disneyland-ში მისვლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და Disneyland-ი რა იყო? ცოდი ბავშვობაში. მართლა მხოლოდ მულტფილმებში მქონდა ნანახი ის სასახლე და მეგონა რომ უბრალოდ სადღაც არსებობდა ან არ არსებობდა whatever. 100 евро ღირს Disneyland-ის ბილეთები? 78 ღირს Disneyland-ის. მაგრამ არ არის გასამაზი მართლაც. უნდა წავიდეთ თან შიგნით აღარაფერს აღარ იხდი ხო? ჩემს მიშვილს წიწესალიან უნდა Disneyland-ში და მამიდა გვპირდები რომ ჩემთან ერთად რო იქნები ძალიან მომიდოვებ რომ წავიდეთ და წავალთ. მანამდე კიდე აქედან დაგათვალიერებინებ ტიტე Disneyland-ს რომ ნახოთ როგორია Disneyland-ი რომ to decide if it's worth it or not. და დრონზე მოგვიყევით? ძალიან ბევრჯერც არა, აი ერთხელ ვცადეთ, იმიტომ რომ ქარი იყო და თან გვეშინოდა რომ სადღაც მდინარეში არ ჩავარდნილიყო, მაგრამ დრონი დასამღამებელია რა, მარტივი არ არის. ამიტომ დრონის კადრები არ გექნება ვლოგში მაპატი. არა, ვცადოთ ერთი იქნება ფრინეს ნორმალურად. ხო, ცოტა უფრო safe ადგილას ავაფრინე. და ბლიცად გეტყვით ახლა როგორ მოხდნენ ეს ადამიანები აქ. მოგეთ დეკემბერში 1-დან 15 რიცხვამდე ამათ იყინდეს ევროპული პროდუქტები რა, შამპუნი, რაღაც მიცეროლ. ოზოგმა მხოლოდ ერთი. და შემთხვევითობის პრინციპით Hours-მა ამოარჩია 5 ადამიანი, რომელსაც აჩუქა 2-2 ბილეთი. რა მგონი არ არის გასამაზი ეს ამბავი და მე და ელენიკოც მაგიტო ჩამოვედით აქ რომ ეს ამ ყველაფრის მემატიანეები ვიყოთ და გაჩვენოთ როგორ ერთობიან Hours-ის ამ კამპანიის იღბლიანი მონაწილეები. კი ბევრი ვილაპარაკე ხა ძალიან დიდი ბოდიშით. თბილისში რო ჩამოვალ, აუ სახს ისე მივაშალაშინებთ ის ვიდეოები რომ მაგარი იქნება, მაგრამ დიდი ხანია სამოგზაურო კონტენტი არ გინახავთ, ამიტომ ამის მერე იქნება დღე მეორე. ვინ საზოგადო მე გაიყვიდა თავისით ხალხო
მაღვიძელის გარეშე გაიღვიძა. Maple syrup, pancakes, coffee for two. მეორე დღეს საკმაოდ ლინური ამინდი გაგვithენდა, იყო მოღრუბლული, ცოტათი წვიმდა. ამიტომ გადავწყვიტე ჩამიცვა ის ტანსაცმელი, რასაც თბილისში ასეთ ამინდში მაინც არ ჩავიცვამდი და ულამაზესად ჩავიცვი. ლინა, რა ლამაზად გაქვს თმა? 360 გვანახე და ტრიალდი? I did it myself. ვისაუზმეთ, მე და ფოქსიანენი კომასობაში ჩამოვიდნენ, სხვა ბავშვებიც მოგვიყვნენ გუშინ და თავგადასავალზე. იმათ უვლიათ მერე ისე გვიან აღმოჩენილან გარეთ, რომ ვერ წამოვიდნენ ავტობუსით, მერე ლუდი უყიდიათ, ვერ წამოვიდნენ ფეხით და ტაქსით წამოსულან და თქვენ ალბათ იტყვით, რომ ამ ყველაფერს ვგეგმავთ. არა. არც ვიცოდით, ვის ტანსაცმელი მოგქონდა. ეს ულამაზესი. მეც ულამაზესი. J'ai აი ეს მინდა ბობის მერე ეს ჭიში. ფეხით უამრავი ბოჯიალეთ, ძალიან ლამაზი ადგილები მოვიარეთ. მონმარტის კათედრალთან მივედით, იქვე არის ძალიან ბევრი ქუჩა. სადაც მე და ლიკურის ბიფ მოგვივიდა წინაზე და ისეთი ბიფ იყო, რომ არ მახსოვდა საერთოდ ქუჩა. რა ლამაზი იყო და ახლა გემრიელად მოვიარეთ, ულამაზესი სურათები გადავიღეთ, ერთმანეთსაც გადავიღეთ. დღეს ლინამ შეითავსა ჩემი როლი და დღეს ლინა გადაუღებს ყველას ფოტოს. ვაუ! პარიზულად გამოიარე, გიორგი, პარიზულად, მიდი. გიორგი არის თავის სევდაერაში და რო იღიმის ის ფოტოები არ მოწონს და სერიოზულად ვაღებინეს, არა უხდება ღიმილი. დაწერეთ კომენტარებში, რომ უხდება ღიმილი. პარიზელი გოგო შეყვარებია. ეს საიდან ეს ინფორმაცია, საიდან გაჟონა? აი მე მოვიგონი ამ ლინა არის ფოტოგრაფი. ლინა კოსტო. დღესაც ფოტოგრაფობა იყო ელენიკოს ფუნქცია და ვაკეთ ვერ განახებთ რა სურათებს იღებს იმათ რა. თან ყველა დააბოლოვა ინსტაგრამზე და ნახულობს. იმას ის სურათი დაუთია. ამას ის სურათი მოეწონა, ანუ კაი სურათია, ეს სურათი ვიგანა. ფოტო აქ დავაწერ. ელენიკო, ფოტოგრაფი. აქ აღნიშნე ის რომ მარტო ჩვენებს გიარუღებ ფოტოს. რენდომ ტურისტებს. ზოგადად აქ პარიზის ეიფელის ქვემოთ დგას უამრავი ადამიანი, რომელიც დგას ბუშტებით და აიპადით ხელში და გეუბნება რომ ფოტოს გადაგიღებ, რა თქმა უნდა ფასიანია და ყველას ეგ ვგონი ვარ. რომელიც ფულს იტყოს ფოტოს. არა და უბრალოდ სელფის რო იღებს წვილი. წვილი რო სელფის იღებს, ანუ მეწოდება იღა სელფისთვის და ვთავაზობ რომ ფოტო გადავიღო და დღეს იმ კაცმა მართლა აი როგორ მომცა იცი აი ხო iPhone X-ია ჯარდაბას. მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილები დარჩნენ იცი. მოხალისეობრივად მიდის და ძალიან საყვარელია მართლა ეუბნება რომ გადაგიღებ ანუ ეხა ეკითხება რა ქვია ამ კაფეს და როგორ გამოითქმება რომ მე მანიფესტაციების ამბავში თქვას რომ ეს კაფე არის ჩემი. ვიღაშო პიკ. ვიდეო. დაიმშვიდობა თავის თანამშრომლებს. საქმეები. ვიღაშო პიკ. პარიზში მონმარტთან ვიპოვე ეს და ჩემი აზრით პარიზის ერთ-ერთი ყველაზე cool ქუჩიდან წამოღებული აი ეს რომ მივაშურებო ჩემს სახლში ცოტა პარიზული სახლი გამოვა. მოკლედ მივდივართ მონმარტრიდან ლუვრისკენ და მაგრად დაცხოვრა. იქვე იყო ერთი გოგო, გახსოვთ მე და ლიკურის უკრაინულმა გოგომ რო გადაგვიყო პარიზში მაგარი სურათი. იქ მსგავსი გოგო იყო და მეთქი სურათები უნდა გადავიღოთ. მეთქი და უცებ მაგრად გაწვიმდა. სად უნდა შეაბარო მაგ დროს თავი? რა თქმა უნდა, ახლო მდებარე კაფეში, სადაც ლინაკო შევარდა. ლინაკოს უთხრეს გადი აქედან თუ არაფერს არ უკვეთავ ჩვენი ქოლგის ქვეშ ნუ დგახარო. ეს საქართველოს არ არის მეგობრებო. აი, ერთი ეგ აქვს ცუდი ევროპელებს. იმედია საქართველოსგან ისწავლიან როდესმე რომ ძალიან სტუმართ მოყარები უნდა იყვნენ. იმაზე მეტად ვიდრე არიან. მოკლედ მე ესენ შემოვიდნენ. ვერ ნახეს რომ მე გამომაგდეს, მე ვიყავი დებილი. წვიმაში რომ ვიდექი. მითხრას შემოდიო. ეგენც გამოაბლაბაყუნეს ეგრევე და ისე მაგრად წვიმდა რომ გადავწყვიტეთ რომ შევსულიყავით მაგ კაფეში. მაგ კაფეში რომ შევედით, შემოყვა უკან მიმტანი ქალი, რომელმაც ფრანგულად თქვა რომ Ils ne vont rien commander. Ils sont venus à cause de la pluie. Ils ne vont rien commander. Ils sont venus quand la pluie.
რაც ნიშნავს, რომ ესენი არაფერს არ შეუკვეთავენ, წვივის გამო შემოვიდნენ. რა თქმა უნდა, ხა არ არის დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ ჩემი აზრით ეგ იყო. ამ ჯიგო ტიპმა, ვინც მენიუთი დახვდა, უთხრა, რომ კი, მაგრამ მენიუ გამომართვესო, ისე უნდა არა, წვიმის გამო შემოვიდნენ და მე მან ჩამერთო ჩემი ეგო, რომელსაც მალევე დავახევინეთ უკა, რომ მეთქი ახლა რა ფულის წმა ყველაფერი დაგიტო ოღირსი არ ხარ, მაგრამ მივხვდით, რომ მან მოგებაში ისინი დარჩებოდნენ, ამიტომ დავსხედით, გემრიელად მივირთვით პიცა, გემრიელად დავლიეთ ყველამ ჩვენი საყვარელი სასმელი და ავა გავაგრძელეთ გზა. საკმაოდ კარგი იყო რა. როგორ მოხვდი პარიზში 12 დეკემბერს, რადგან იყო 12 საათსა და 12 წუთზე, თვალები დავხუჭე და ვთქვი, თვითფრინავში ვარ. ხოდა მაგ დღეს ნაყიდი თავის მოვლის საშუალებებით აღმოჩნდა დასაჩუქრებული. რა ვისასწაულია? პარიზში მოხვდი ჩემი ძმის დამსახურებით. ჩემო ძმამ შეიძინა რაღაც პროდუქტები სახის მოვლის. ეს დაურეკეს, რომ არ ჩამოდიოდა ბათუმიდან და მე ვუთხარი, რომ უნდა ჩამოხვიდე, რა იცი რა არის და თურმე აღმოჩნდა, რომ არის საგზური პარიზში. საბოლოო ჯამში მე წამოვედი და ჩემი ძმა არის თბილისში. როგორ მოხვდი საფრანგეთში? ანა, შენ ვინ მოყავს? მე ჩემი ძმა წამოვათრიე. ხა. არავინ არ შევიდა ჩვენგან ლურში. იმიტომ რომ ალბათ ბილეთები არ ქონდა წინასწარ, თან ალბათ არ უნდა და თან იქვე ხა რო გადაწყვეტო რომ შეხვიდე, მართლა დილიდან უნდა მიხვიდე და 1-2 დღე გჭირდება, ან 1 დღე სრულად. აქედან მე და ფოქსიანიკო გავეშურეთ საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის სანახაოდ, ეს იყო თათო გარჩევა. იმიტომ რომ გამარჯობა მეგობრებო, მე თათო გარჩევა ვარ, ყველა მიცის. და ყველას ძალიან უყვარს და იმედია ქართული YouTube-ით მალე იხილავს ვიდეოს, რომელიც ეგრე დაიწყება, რომ გამარჯობა მეგობრებო, მე თათო გარჩევა. ამათ დააგემოვნეს ტრენდული viral hot chocolate with cream, რომელსაც მართლა უგემრიელი cream ქონდა. მე ძალიან მიყვარს ათქვეფილი ნაღები და ჩემი საყვარელი დესერტია საერთოდ დედამიწის ზურგზე. ელენიკო თათოს ნორევას ჩანთა გადასცა. თათო მე და გოთვალიერებინა ბაღი, ძალიან ბევრი ვიარეთ ფეხით. გვითხრა რა ლამაზი აუთფიტი ეცვა, სად იყი და ყველაფერი და იმედია მაგ მაღაზიაში მოვხვდები ისე რომ ფული მეკრება დარჩენი და რამეს ვიყიდი. იმენე მაგრა ჩვენ ჩამოგიტანეთ. გუში ამიტომ თათო გარჩევა მაინც არ ნახავს, ამიტომ აქვე ვიტყვის რა დაუგვიანეთ თათო გარჩევას ან გზაში ვიმიქროშეკდა. ნახეთ კათედრალი, ულამაზესი ვარდისფერიცა, ულამაზესი ხედები, სენაზე ხედი, ხალხი, ყველაფერი რა. ჩაუხურე თასკი და ვიყიდე ვინილი. და ფული აღარ გვაქვს. ამჯერად Lana Del Rey's Lust for Life. ეს ნამდვილად აკდა ჩემს კოლექციას. ეს არის ცალკე to-do list in Paris. ანუ თათომ რო დაიწყო ფრანგულად ლაპარაკი. რა ხდება? ესეთი მივყავით. და უკან როცა მივდიოდით ეიფელისკენ, მე და ელენიკომ შევიარეთ წიგნის მაღაზიაში, სადაც მინდოდა რენდომ ჰარუკი მურაკამის რომელიმე წიგნი, მაგრამ რადგან ყველა წიგნი იყო ფრანგულად, ვიფიქრე, რომ ფრანგულად უნდა მეყიდა ჰარუკი მურაკამის ჩემი საყვარელი წიგნი 1-4-84, იმიტომ რომ თუ ოდეს მე ვისწავლი ფრანგულს, მაგ წიგნს დავიკითხავ. და დღევანდელი დღის ყველაზე მაგარი შენაძენი არის ეს ხატრებს ალბათ ეცნობა. ეს არის მინი პალიტრა, აკვარელის აღებები არის. აქ აკვარელით მუშაობა იდეალურად არ გაუნდის, მაგრამ შემიძლია დავტესტო, ასევე მოყვება მოლბერტზე დასამაგრებელი ესეთი გაჯეტები, მაგრამ მოლბერტისთვის არ მჭირდება. მე მინდა რომ მქონდეს ასეთი პატარა პალიტრა, რომელზეც დავამაგრებ პატარა კანვას ან პატარა დღიურს, სადაც მარტივად ჩავხადავ ყველაფერს. ახლა უცებ განახო. ნახე რა სიგიჟია. ეს არის პლასმასის კალამი რა ფუნჯი, რომელშიც აკასხავ წყალს და ანუ წყალ არის. ამ ფუნჯით იღებამ ფერებს, ეს არის ალბათ
გუნჯის გასამშრალებელი და აკიდებ და ხატავ საოცარია, ძალიან კარგია. ანუ იდეაში იმიტომ ვიყიდე, რომ მე მომავალში შევძლებ, რომ ესენი ამოვიღო ეს აკვარელები და აგზეთი სახებობი. ჩავასხა და ძალიან ბედნიერად გავაგზავნე ცხოვრება. მაგრამ აკვარელსაც აუცილებლად დავტესტავ. ძალიან კარგი შემძენი იყო ის. ეიფელის კოშკთან გადავიღეთ რაღაცები, ცოტა ვიბოდიალით. ბოქსელენიკომ ჰარმონიკაზე დაკვრა ისწავლა. კარგი იყო. ნუჩკარა ბაყონ. მე რა არის? შენ დაამუღამე? ეს ჰარმონიკა მაჩუქა საშამ ჩემმა მეგობარმა. And the most special part about this is that am harmonikაზე არის ამოტვიფრული John არ ვიცი გამოჩება თუ არა John 4:19 ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრის საშას საყვარელი ვერსი ბიბლიიდან თუ გაინტერესებთ რა ვერსია უყურეთ ამ YouTube-ს ბოლომდე და ბოლოში ვიტყვი იოანეს სახარების მეოთხე თავის მე-19 სტროფი ისე მარტივად წერია ბიბლიაში ყველაფერი ესე არის ჩამოწერილი ძალიან მარტივად წაკითხოთ გააზრებას ყველაფერს და როცა ამ პროექტში წამოსული ადამიანები შემოგვიერთდნენ გავისეირნეთ ტივით ძალიან დიდი გემით რომელიც ამათთვის ბორინგ იყო მაგრამ მე ლანა დელ რეის ჩუსები ჩავრთე განსაკუთრებით Did You Know That There's a Tunnel Under Ocean Boulevard ალბომიდან Paris Texas რა თქმა უნდა პარიზში მაგას უნდა მოусმინო და საოცრად გავუტარე დრო უკანა გზა არ მახსოვს ბედნიერი ვარ სახში მოვედი რა 4-ით მოვედით სახში 12 ევროთ და მაგარი იყო ძალიან დავიღალეთ და ბონუი აი ჩემი ქუდია ნელა ფანტანა Talk with every stranger, the stranger the better. So I fall in love just a little day, every day with someone. I fall in love. I asked სასტუმროში მოვედი. ფათაშარის ინტერიერიც. და პარიზში რო პატარა ოთახები არის, აქ ხელს გაშლი და ლიფტი გაქვს შენ სასტუმროსთან შედარებით უზარმაზარი ლინა ორკაციანი. ჩვენ რო გემზე შევდიოდით, არც შემჩეთვრა, როცა ვამბობ ბონჟურს, ვამბობ ბონჟურს. გემზე რო შევდიოდით, იგვითხრეთ ბონსვა. და მე ვიწერეთ, თათო. რა სხვაობაა ბონჟურსა და ბონსვას შორის? და მითხრა ბონსვა არის საღამო მშვიდობის. ამიტომ 6 საათის შემდეგ განა ვამბობ ბონჟურ, ჩვენ ვამბობთ ბონსვა. ბონუი. ბონუი რაღა. ხო და ნახეთ ან პროფესიონალი რა. როცა ხარ პროფესიონალი ენებში, ხარ პროფესიონალი ენებში. აურას დავიცი. აუ დღეს რა ვიყიდე? ამისთვის იმღერა, რომელი სიმღერაც მაქედან გიყვარს მაგ ალბომიდან? You want my groovy love. Groovy love. ეს სიმღერა. მე არ ვიცი მაქედან რა. ჰარი. არსებობს. Tomorrow never came. თუ გინდა რომ შეგიყვარო შეიყვარე tomorrow never came იმიტომ რომ ეს არის ჩემი სევდის ენაში ყოფნის წვერვალის გადაფურჩრული სიმღერა დავიძინოთ let's go თუ აი მოვედი რა სხვა გულავდი და შემოვედი ლეილა ლანა ლეილა გამენია უცრო დაღრილია ლეილა ძალიან დაიღო დღეს ვიღაცამ დაგვიწერა რომ რა კაია ცხოვრება როცა ფული გაქვს და ჩვენ გოგო კრეიტი სახლი იყიდე და სახლი ვიყიდე მე რატო აღარ გხვდება ჩემი სახლის ბლოგებში შემთხვევით და ვეღარ აშენებ ხო ისა ჩემ გამომწერდი არ ვინც უყურებს ახლა გაიგებს რა თან დიდები მიყურებენ მე უკვე სეგმენტ ჩემს არ გაიგებ ხო მაგარია რა ფოქსომ სახლი იყიდა წინა წელს რაღაც მოიხოდე მეც ვიყიდე მაგრამ ადრე მეგონა აი ვიღაცები დიდ რაღაცას უყიდულობენ აი მანქანას რა მე ვიღაცა ნაცნობი რო ყიდულობს რაღაც დიდს ესე იგი ფული აქვს მაგრამ ეხლა დავმუღამე რომ რაღაცა დიდს რო იყიდი დიდი პასუხისმგებლობა არა ან ფული მე კაიხანი არ გაქვს რა ფული გაქვს სანამ იყიდი თქვენ უნდა გენახათ ჩემი სახლის ფულის ნაწილი რომ მე დო ბარაძე რა მაგრამ გულავდით მე და ლიკური მე უკვე ქეში რომ უნდა გადავიხადე იმიტომ ვისეს რაღაცა 1000 ლარი გასახსე მაკლდება ეგ იყო რა აი რო იყიდი მაგის მერე ცოტა არ გაქვს მაგრამ მე და ფოქსო აქვს
სრულად ავერსიმ დააფინანსა ეს ტური და ეს კომენტარიც რაც დაწერეს არ არის გადაობა ხა მართლა გეუბნებით ლიკურისაც ვუნდები შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოიგოს ასეთი ტური რომელსაც ავერსი აფინანსებს და მაგა ფოტოსურათებს და ღამე მშვიდობის რაღაც მომენტში ლინა გადაღებების დროს იმდეს მაცინებს ხოლმე რომ ბღავი ეხა მე არ გაცინე ხა შენ თავს დასწრები ხო ჩემ თავს ესე დაივა რომ მეორე დუბლის თავი აღარ მქონდა და ლელა და ლინას ესეთი მიიღებდა და გამეორჯერ გადაღება კი არ შემოთავაზა შტატი ხვალ დისნეილენდში მივიდივართ ამიტომ ახლა რომ ტინგ იქნება ან ხვალინდელი დღე დაიწყება ჩემი აზრით უფრო საინტერესო იქნება. ნახოთ რას გვიმზადებს დისნეილენდი, იმედია კარგი ამინდები იქნება და let's see how it goes. ულამაზესად გამოვიბრანჭეთ და გავეშურეთ დისნეილენდისკენ. სადაც დაახლოებით 1 საათი მივდიოდით, თუმცა მე გზით დავდგმი. ვისაც ხო ძალიან მინდა ცხოვრებაში ბავშვები რომ ყავდეს და ახლა ვინატრე რომ დღეს უნდა მყოლოდა. აი დღეს უნდა მყოლოდა 3 ბავშვი უნდა მყოლოდა დღეს უცებ 1 დღით. ჩემი ან ვინმესი აი მჭირდებოდა ბავშვი რომ აი ეს ბედნიერება მისთვისაც მიჩვენებდა. იმიტომ რომ მე ხომ მიხარავდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბავშვს აი 1000-შე უფრო მეტად გავუხარდება. ლუმოს. მადლობთ. ჩემი ახალი განათება. თავიდან ვფიქრობდი რომ მაგ თემს რატო ვიხდით მეთქი, მაგრამ ყველაფერი უფასო არის, სადაც კიდე დაჭიქი რამდენჯერაც ჩადგები რიგში, რამდენჯერაც იკატავებ. მაგრამ ერთი პრობლემა ის არის, რომ აქ ფულს არ იხდი დროს. ანუ რიგები მერყეობს საშუალოდ 9 საათიდან. ორი დღე კი არა, ალბათ ერთი კვირა დავშევოდი. ყველა მაღაზიაში შევიდოდი. ახლა უნდა ვიყოთ არიელი. სადღაცა წყალთან. Hi Tite! Hi Tite! J'ai bien fait, hein? ფოქსერენიკომ რა თქმა უნდა თავის საყვარელი ატრაქციონები მოიარა, მოიგრიალა გიორგისთან ერთად. მათ თავის გეგმები ჰქონდათ გოგოები საერთოდ ლუქში იყვნენ და ოპერაში იყო ანი. გიორგის მადლობა რომ გამომყვა, იმიტომ რომ გიორგი რომ არა, მე მარტო მომეწევდა იქ სასწრაფოებზე. თქო, ერთადერთი ყველაზე ექსტრემალური რაღაც რაც დღეს გავაკეთე იყო ეს და არ ვნანო. ამას 40 წუთი ველოდი, სულ 3 წუთი დაგრძელდა, მაგრამ არ ვნანო. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მანავსარამ ფოქსერენიკო თავისებურად გუგუნებდა და გრიალებდა გიორგისთან ერთად, ბოლომდე დახარჯა ადრენალინი, დოპამინი, ყველაფერი გამოიმუშავა. ციცინათელში ბევრად ექსტრემალური და საშიში ატრაქციონები გვაქვს ვიდრე დისნეილენდში და ვინც დამყოფი ალბათ დამეთანხმებით და ლინასაც დაუწერეთ კომენტარებში რომ საშიში არაფერი არ იყო. არა საშიში არაფერი არ იყო, მაგრამ მე მაგაზე არ დავუჯდები. მე ხო ვიყავი იმაზე. მე ვიფიქრე რომ საერთოდ აღარაფერზე დავუჯდები, მეთქი მქონდა Radiohead-ის 1 საათი. ცოტა ხანი წავწეკი მინდორში. იმიტომ რომ მიკი მაუსის სახლში შევედი, რომ ჩემი ძმისშვილისთვის მიკი მაუსი მეჩვენებინა, მაგრამ მიკი მაუსის სახლი მაგდროს დაკეტილი იყო და მითხეს არ ვიცი რომ გაიხსნება, ამიტომ იქვე მივჯექი და მქონდა Radiohead-ის 1 საათი, სადაც გავიკეთე ყურსას მინდა ჩემ კარგ ჯუზებს მოусმინე, ეს იყო საოცარი. მე მზემ ცოტა მაგად დამაჭირა და ვიფიქრე, საკმარისი იყო. მე რიგში აღარ ჩავდგები. თანაც მზეზე მირჩევნია პრინცესები ვიპოვო. ვიფიქრე დაველოდებოდი 75 წუთი რიგში და მივიდოდი პრინცესასთან, რომელიც დამკვდეოდა. ყველაფერი არის ძალიან კარგად მანდაც მოწესრიგებული, მაგრამ ერთადერთი ერორი რაც არის ის, რომ 75 წუთით გახარ რიგში პრინცესასთვის, რომელიც არიცი რომელი პრინცესა იქნება. ახლა ვდგავარ 75 წუთია რიგში პრინცესასთვის, რომელიც ჯერ არ ვიცით რომელი პრინცესაა. მე მხოლოდ არიელი და რაპუნცელი და მულანი მიყვარს. მოკეთ თუ პრინცესა დაინახეთ, ესე იგი 75 წუთი ვიყავი ამ რიგში. რიგში რამდენჯერმე მიმეძინა. ცოტა ისე ჩაქიმული ვიყავი და ჩემი რიგი რო დადგა. ვიღაც ბავშვის შემდეგ ეს ბავშვი მეუნება იმენად, სადაც ღარ ბავშვი იყო, მე მგონი არიელიაო. თუმე თავის საყვარელებს მეუნებოდა სინამდვილეში. შევედით და ვინ დაგვხვდა? Vin dakuta. Are you ready? Yeah. I'm not scared of loving you. I'm good, thank you.
ძინარებსაც ვნახავ. ცოტა თეთრი სახე ქონდა, მაგრამ ულამაზესი უნაზესი. ძინარებსაც ვნახავ. რა დაგვრჩა სამახსოვროდ? Cannot sell it. Okay, thank you so Dark, much. no problem. Yeah, but it looks more aesthetic Yeah. for me anyways. No, it's nice to have it, but like to sell it, it's like Okay. you see the difference. Like Yeah, I got it. This one is like. Merci, bonne journée, have a nice day. ძინარებსაც ვნახავი ვნახე და მან არ იცის რომ აქ ნამდვილი ძინარებსაც ვნახავი მხოლოდ მე ვარ. მიბოჯიალე და დაიწყო პარადი. ესე ჩამოიქროლეს დისნეის პარადი ქართულია? არ ვიცი. სვლელობა. შოუ. დისნეიში ვინც იყო საერთოდ ადამიანები, ყველა მოგროვდა მთავარი კუჩის გვერდებზე და დაველოდეთ როდის ჩამოვლიდა ეს ძალიან დიდი ესე ღონისძიებით დისნეის გმირები და ჩამოიარეს კიდე. გული მეწვის რომ ჩემი ძმისშვილი ჩემთან არ არის და დაურეკე მეთქი ვაჩვენებ თქო და საფრთხილად მივაწოდეთ მე და დედამისმა ამბელური გვაინტერესდა რა რეაქცია იქნებოდა და საერთოდ არ გადამიღია ესე გემრიელა თლიანი ეს მსვლელობა. ახლა რა კადრებსაც გაჩვენებთ არის ტიტე როგორი გახარებული უყურებს ამას და მე როგორ ვღავი, იმიტომ რომ კისერზე ტიტე არ მაზის და ამ ყველაფერს ლაივში არ უყურებს და მან გრძნობდი რომ მე არ ვიმსახურებდი ამ ყველაფრის ნახვას, იმსახურებდა მხოლოდ ტიტე ან ჩემი წარმოსახვითი ბავშვები, რომლებსაც უფრო მეტად გაუხარდებოდათ. და ეგ მინდა რომ გამოვასწორო მამიდა და იმედია გამოვასწორო რაც შეიძლება მაგრამ. Also for this please. And this too? Yeah. Okay. Ramagruba, uბრალოდ ხარზე მადებს 22 евро და You better stay there. მოვიარე ჩემი ვარდისფერი სასახლე, ჩემი ვარდისფერი სასახლე. გადავხედე ჩემს რანჩოს, ხალხს, ყველაფერს მოვესიყვარულე და ცოტა ხანი მოვსხედით და მე მოვემზადეთ უკვე ბოლო შოუსთვის ფეირვერკების შოუნა ყოფილიყო. ეს წელწინდა მაცვია ძალიან ლამაზია, ზოგადად ეს დღეები ძალიან ლამაზად მაცვია და ზოგადად ქვეყანას სრულტოდ ძალიან ლამაზად მაცვია, იმიტომ რომ ჩემს კომპლექსებსაც მამტოვ. ულამაზესი წარმოდგენა იყო. მართლა არ მეგონა ამაზე გული თუ ამიჩუქდებოდა, მაგრამ რაღაცა ბორგავდა ჩემში შიგნით და ძალიან კარგი იყო. არ ვიცი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, მგონი დისნეილენდში შენი თავი ერთხელ მაინც უნდა წაიყვანო. იმიტომ რომ იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ეს მართლა იყო ამ მოგზაურობის ჰაილაითი ჯერჯერობით. ხოლო ავერსი და ნორევა გვიმართავენ ვახშამს ჩვენ და ლავერსის ამ კამპანიის სხვა მონაწილეებსაც. ფრანგული ბრენდის წარმომადგენლები რომ ვახშამზე გეპატიჟებიან, მართლა ძალიან მაგარი ამბავია და პრივილეგია. ეს კამპანია კიდე გაგრძელდება და მართლა მიიღეთ მონაწილეობა რა. იქნებ ისე დაემთხოს რომ შემდეგ ტრიპზე ისევ მე და ფოქსილენიკო ვიყოთ და ვიგულაოთ ყველა მოკლედ რა. აქედანაც ძალიან დიდი მადლობა წელწინდას ამ ლამაზესი წელწინდების გამოგზავნისთვის, ვიცი ცოტა არასტიტურად ჩანს, მაგრამ კაბა არ გამიხდია 3 დღეა მათი დამსახურებით. მაგიტონა გენახა ბელი და არა ატრაქციონი. გუშინ გემით რომ მოვსეირნობდით, მან ჩავიფიქრე სურვილი ეფელის კოშკთან და დღეს უფრო მაგარი შესაძლებლობა მომეცა. ჩავიფიქრე სურვილი დისნეილენდში ჩემს სასახლესთან და ძალიან მინდა რომ მალე ამიხდეს. ხოლმე და ელენიკო ვაპირებთ რომ seafood boil-ში წავიდეთ ამსტერდამში რომ 4 დღე ვერ ჩავსკდი ამით სხვის პროდუქტების ხვალ უნდა დავამატო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი არის. იკეაში თქვენ შევიარავთ, ველოსიპედით გვინდა რომ მოვიაროთ, თუ საშინელი ამინდი არ იქნება და მე დავესწოთ ვახშამს სადაც სუპერ ულამაზესად, უკალურესად მეცმევა ჩემი შავი კაბა. ნიშნულოვან ივენთებზე ყოველთვის შავი კაბა მაცვიათ და მომწონს და ძალიან მიხდება. რომელი შავი კაბა მგიეჭი ხო? ახალი შავი კაბა. You're coming home with me. შემდეგი დღის დილა გათენდა
ხრუბლიანი. Ზუსტად იმ დღისთვილა, როდესაც გადაწყვეტილი მქონდა ველოსიპედით გადაადგილება. რასაც არ უნდა დავიძარით ეიფელისკენ, იმიტომ რომ იქ არის ვარდისფერი ველობილიკი, სადაც გვინდოდა რომ გაგვევლო ველოსიპედით. თან პარიზის ასე თუ ისე მოვლა გვინდოდა. შემოვიარეთ პარიზის ეს ველობილიკები. საოცარი იყო. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს მართლა. ეს არის ჩემთვის თავისუფლება, ეს არის ჩემთვის აი social media is fake რა. რაიმე საოცრად გამოვიყურები. ნეტა მთელი ვლოგი აი ასე წამეყვანა, მაგრამ არა უშავს. როგორც 1000-ში ერთხელ ვარ ასეთი ლამაზი, ვლოგშიც დაახლოებით 5 წამი ვიქნები. ჩემი თინეიჯერების ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომ ველოსიპედით გავწდენილიყავი ჩემს უბანს, იმიტომ რომ იმის იქეთ არ მიშვებდნენ და ახლა ყოველდღიურზე იმის გაანალიზება და გაკეთება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში შემიძლია ველოსიპედი მქონდეს ერთი და მე წავიდე იქ, სადაც მინდა და შუა გზაზე ვიარო და უსაფრთხოდ ვიქცნო თავი, არის აი სასწაული. მაკდონალდს კი უნდა ქონოდა ის რეკლამა. ამას უნდა ქონოდა. ავედით იკეასკენ. იკეაში მინდოდა რომ ჩემი ახალი სახლისთვის რაღაც პატარა დეკორაციები მეყიდა. ჯერ კი ადრე არის, მაგრამ ძალიან მიყვარს არარსებული რაღაცისთვის წინასწარ რაღაცები შეძენა. მაგალითად, ძალიან ბევრი დეკორაცია მაქვს ჩემი სახლისთვის დაგროვები ალბათ 2015 წლიდან, რასაც თავის დროზე შევიტან სახლში. ან ძალიან ბევრი რაღაც მაქვს მოფიქრებული ჩემი მომავალი მანქანისთვის, რასაც მივიტან მაგ მანქანაში. ძალიან ბევრი აუთფიტი მაქვს მოფიქრებული ჩემი შვილებისთვის, რომლებსაც ჩავოცვა მაგ აუთფიტს და ასე შემდეგ. და მუსიკაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, ვიცი ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპის, ყველა ვიდეოს რა ჯუს დავადებდი. იკეაში ბევრი არაფერი გადამიღია, ერთადერთი ჭაღები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭაღი წამოვიღე ჩემი სახლისთვის. ჭაღი უნდა იყოს ლამაზი. Вы будете популярной. Бумперას შეხედთან 6-7 евро. ახლა დავყლაყოფილები ავით. ის არ გირჩევნია შენი ყვავილი აიღო? მაგასაც ვიღე. და ამასაც ვიღე. ეს საერთოდ 1.9 евро ღირს. ნეტა რატო ქაღალდი ხო არა შევხდა. ასე მშვიდად გადავადგილდებოდით ქუჩებში, ძალიან მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდით თავს და საერთო ჯამში ძალიან კარგი იყო. მოვედით სახლში. გონი პირველად ვართ ამ მოგზაურობის განმავლობაში სახლში მაგ დროს მოსულები. მზის ჩასვლა ქონდა ულამაზესი, ცოტა ხანი გავჩილეთ და მანდ გამახსენდა რომ მე ულამაზესი პალიტრა მაქვს. ნაყიდი, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, ამიტომ სასტუმროს კალმით დავხატე ჩვენი ხედი და მერე დავფარე აკვარელით. აკვარელში ზოგადად ვარ უბანძესი. სიბანძისის ბანძარა. სიბანძისის ბანძარა არის მარიამის დეიდაშვილი რო არის ფრანგი, მაგან მოიგონა. სიბანძისის ბანძარა, სილამაზის კუნძული და სიცივისის საცივე. რო ეტყვი რომ კარგად გამოვიყურებია, გეუბნება რომ სილამაზის კუნძული ხარო. ვისი ამოვნე ხატვით და მე 10000-ად დაუდე ჩემ თავს პირობა რომ წავიდოდი სოლო მოგზაურობაში რომელიმე ქვეყანაში და ყველაფერს ჩავიხატავდი. დიდი ალბათობით მომავალში ეგეც იქნება. თათო რომ ნახეთ მინდოდა რომ რაღაც მეჩუქებინა. იმიტომ რომ ესეთ დროს აი საზღვარგარეთიდან რომ ჩამოდიოდა მამიდა ჩემი რაღაცას ვჩუქნიდა, რაღაცა ჩუქარი ჩამოქონდა და მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ თათო ცხოვრობს პირობითად ევროპაში, რომ ჩადიხარ რაღაც უნდა ჩაიტანო. მინდოდა რომ თათოსთვის რაღაც მეჩუქებინა და აი ვერაფერი ვერ მომაფიქრდა, ვერაფერი ვერ დავამენეჯე ბოლო წამს და უბრალოდ ისე ჩაიარა რომ თათოს ნახვის დღემ რომ არ ვერაფერი ვერ ვიყიდე, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და დავიშალე. მე შევიდი წიგნებს მაღაზიაში, სადაც ჰარუკი მურაკამის ჩემი საყვარელი წიგნი ვიყიდე ფრანგულად. და ვიფიქრე რომ აი ან ეს წიგნი თუ მექნება ფრანგულად, მე ფრანგულს ოდესღაც აუცილებლად ვისწავლე მეთქი. ყველამ ვიცოდით აი იქ რომ სრული აბსურდი და სისულელე იქნება და შენ ციცოდი ფოქსო? ელენიკო მეციცოდა. და მანდ ვიფიქრე რომ ეს თათოსთვის უნდა მეჩუქებინა მეთქი. მე ვიფიქრე თათოს ვეღარ ვნახავ მეთქი და ახლა თათო მოდი ჩვენთან.
იმიტომ რომ რაღაც გაგვატანოს ქეთასთვის და ეს არის იდეალური შანსი რომ ჩემი საყვარელი წიგნი ვაჩუქო თათოს. აი უბრალოდ ვინატრე რომ ნეტა თადო ვნახო მეთქი და მოვიდა. Bonsoir. სიმბოლურად. ვინ შაბერს რომელშ თადამერი თავია. თათო გვესტუმრა და აქეთ ვიღაც ლამაზი ადამიანია. ვინ არის ეს მადამ კოკო? აი მოიცა. დურუმ. სოთა მოუწესრიგებელია სახეზე. თავზე ჩაგვარ. აი ხლაბე ცოტა გაიმზადება ეხლავე მანო. Hi Vogue, it's me. Selena Gomez cover. ეს კაბა ფოქსერნიკომ და თათომ ერთად დამიდასტურეს რომ უნდა ჩამეცვა. დავიდარით ვახშმისკენ, რომელიც უზრუნველყო ნორევამ. დიახ, თვით ნორევამ. ეს არის გალაზე, მეტ გალაზე რომ მიდიან ცნობილი ადამიანები. Jessie J ვარ თავის Mercedes-ის. ოღონდ იქ ვერს ხდებიან იმდენად აწუხებთ ის კაბად რა ეს ზია. Jessie J ვარ თავის minivän-ში, Mercedes-ის minivän-ში. Jessie J, Jennifer Lopez-ი. რიჟა ვიყავს? ვინც გინდა თქვი? Ryan Gosling. Rihanna ვიქნები. Ryan Gosling. Ryan Gosling. Bro, look at him, Ryan Gosling. აი, Ryan Gosling-ი. ისა Twilight-ის ბინდისაგა. Twilight-ის მგელი როა, ჯეიკობი. და მე კეტნის ევერდინი. ოღონდ განა მსახიობი, იმენა კეტნის ევერდინი ხარ. განა ჯენიფერ ლოურენსი, კეტნის ევერდინი. თავად. წაი შეჭნო რა სახეზე. და მუსიკა. სადა რესტორანი? მე რა ვიცი. ეს სადა ხარ? აი მგონი. მიყვარხარ? ვამე 18 წუთია იქამდე. სად იქამდე? Rooftopse, საიდანაც ეიფელის კოშკი ჩანს, რომელიც ყოველ საათში ერთხელ 5 წუთით ბრთღვიალებს. საკმაოდ სასიამოვნო ქალბატონი იყო ანა. კარგად გავტარეთ დრო, მე მგონი მონაწილეებიც ძალიან გაერთნენ. საკმაოდ სასიამოვნო საღამო იყო. ფრანგული წითელი ღვინით და უგემრიელესი საკვებით და დესერტებით განსაკუთრებით. ბოლოს ჩაით დავაგვირგვინეთ და წამოვედით. ვიცოდი რომ სასიამოვნო და კარგი იქნებოდა, მაგრამ ასეთ კარგს თბილს და რავი არ ველოდი და ძალიან გამიხარდა რომ ამდენი ბოჯიალის შემდეგ ყველა ერთად შევიკრიბეთ თვითფრინავის შემდეგ ერთად არ შევკრებულ ვართ. ეხლა დამრიგებელი ვით ვლაპარაკობ, რომელსაც უხარია რომ ბანკეტზე ყველა მოვიდა, მაგრამ მართლა ძალიან კარგი იყო. სულ ეს იყო. ამით სრულდება ჩვენი ევროპული თავგადასავალი, რომელშიც აღმოჩნდით ავერსის წყალობით. მე და ელენიკო ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამის ნაწილი ვიყავით. საინტერესოა ვინ იქნება მსგავსი კამპანიის დასაჩუქრებული შემდეგ თვეებში. ლიკური რაღაცებს რო ყიდულობ სხვადასხვა პაჭაპუჭა მაღაზიაში, შედი ავერსიში და ბარებ ევროპული ბრენდი არჩე, ისედაც ფენსი რაღაცებს ყიდულობ და დასაჩუქრდები, შესაძლოა დასაჩუქრდე ევროპაში მოგზაურობით. შეიძლება ისევ პარიზი იყოს, შეიძლება სხვა ქალაქი, სხვა ქვეყანა, შეიძლება ვახშმის ნაცვლად სხვა აქტივობა იყოს, მაგრამ მიდი, გარისკე, თან ორკაციან საგზურს იგებ და წამიყვანე ისევ. თუ ავერსი აღარ წამომიყვანს. მარი და ლიზა თუ უყურებენ ამ ვიდეოს ძალიან მიხარია. იმედია მოგეწონათ ეს ყველაფერი. შემდეგი ვლოგები იქნება ისევ ჩემი ულამაზესი სახლიდან, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გავაკეთო და მოგზაურობის დროს გონი გავეშვები იმას უკან წამოსვლის კადრების ჩასმას. შიგ პარიზიდან დაგემშვიდობებით. მადლობა რომ მიყურებდით. იმედია მოსაბეზრებელი ვლოგი არ იყო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა და დასამონტაჟებლადაც კამფეტი და მოკლედ ამ სტროფში წერია რომ we love because he first loved us. ანუ ჩვენ გვიყვარს, იმიტომ რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. მარტო ამის გამო ღირდა ამ ვლოგის უყურება რა. და დროებით. მე მძინარემზე თუ ნახავ.